Დატა, თქვენ ემიჯნებოდით დაანონსებულ პროტესტზე მისვლას, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ თქვენი საერთო კანდიდატი ამ შემთხვევაში ირაკლი კუპრაძე არჩევნების შემდეგ გეგმავს აქციაზე მისვლას, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოხდა, ძალიან მწვავე კრიტიკა წამოვიდა მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. თქვენ პარტიასაც ხომ არ შეუძლია პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო? ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია უცვლელია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ საერთოდ არ გვესმის რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა ეს ტერმინი ჩვენთვის გაურგებარია. და ზოგადად ის მოწოდებებიც, რომელსაც ბოიკოტის მომხრე ადამიანები და ის ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ, ესეც ჩვენთვის გაურკვეველია. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით 4 ოქტომბერს წარმოდგენილ აქციაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი რადიკალური სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და თუნდაც ანონსი ამ რადიკალური სცენარის მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ოცნების რეჟიმს და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მივყავართ იმისკენ, რომ ოკუპანტ რუსეთის წისქვილზე ასხავს ეს ყველაფერი წყალს. დატა, როდესაც ამბობთ, რომ თქვათ შესაძლო რადიკალურ სცენარს ემიჯნებით, შეიძლება ითქვას, რომ გაქვთ ერთგვარი მოლოდინი, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელია მართლაც რადიკალური სცენარით განვითარდეს მოვლენები? ზოგადად გარემო არის პოლარიზებული და მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს, ამ რადიკალიზმს ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქართული ოცნება დღესდღეობით და აღვივებს ნაციონალური მოძრაობა. შესაბამისად, ის მდგომარეობა, რაც არის დღეს ქვეყანაში და იცით, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ოცნების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ეხმარება და ოცნების პასუხისმგებლობა და ცხადი არის, რომ როდესაც ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება არის მთავარი პასუხისმგებელი პროცესებსა თუ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ოპოზიციის პასუხისმგებლობა რამდენად იკვეთება? თუ გქონდათ ირაკლისთან ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, როდესაც გახდა ცნობილი, რომ ის მიდის აქციაზე და შეუერთდება ამ აქციას 4 ოქტომბერს, სად იკვეთება ოპოზიციის პასუხისმგებლობა და არის თუ არა ვალდებული დიახ ოპოზიცია რომ აიღოს პასუხისმგებლობა იქ განვითარებულ მოვლენებზე? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ვისაუბროთ ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზე. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საარჩევნო პროცესის ირგვლივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენს პარტიებს შორის არის ძალიან ბევრი განსხვავებები, მათ შორის ფასეულობით ნაწილში, მათ შორის მიმართულებებით. შესაბამისად, ჩვენ შევძელით ის, რომ გვერდით ყველა ეს საკითხი და ყველა ეს გამოწვევა, რომელიც ასახავდა ჩვენს განსხვავებებს პარტიათა შორის და საქართველოსთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მოვაწერეთ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ არ შევდივართ ერთმანეთთან კონკურენციაში საარჩევნო პროცესში. ანუ ჩვენ მთელ ჩვენს ძალისხმევას ჩვენი გუნდები ვდებთ იმისთვის, რომ ვებრძოლოთ ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ ვაცნობიერებთ, რომ ოცნების რეჟიმი დღესდღეობით ძალადობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ოცნების პასუხისმგებლობა. სხვა რამ მკითხეთ, მაინტერესებს პასუხისმგებლობის ნაწილი, როდესაც საუბარი იმაზე, რომ კუპრაძე მიდის აქციაზე გათავისუფლებული, ეს ურთიერთთანამშრომლობა ეხება საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, სხვა საკითხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს არჩევანში, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან მყარი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ არჩევნების გარდა გზას, ჩვენ ვერ ვხედავთ 4 ოქტომბრის მნიშვნელობას არჩევნების გარდა სხვა რაიმე კონტექსტში, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილები ამ აქციაზე და ჩვენთვის 4 ოქტომბერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არჩევანის დაფიქსირების დღე, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ცვლილებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით ოცნების წინ გათვალისწინებით, რომ ლელოდან კუპრაძეს გაცხადებული აქვს, რომ მიდის აქციაზე, თქვენ ამბობთ, რომ რადიკალური მოწოდებები იქნება სახელდებები იქნება ამის წინააღმდეგი ხარ და კატეგორიულად უარყოფთ იმას, რომ თქვა 4 ოქტომბრის აქციაზე არ გეგმავთ წასვლას. ამას აცხადეთ ეს ჩვენი პოზიცია, ეს პოზიციები ერთმანეთს არ კვეთს, ამომრჩეველს დააბნევს თუ არა, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, არ დააბნევს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ერთიანობა, ეს არის კოორდინაცია, ეს არის ერთმანეთთან კონკურენციაში არ შესვლა, შესაბამისად, არავითარი ერთიანი პოზიციების მოლოდინი აქ ამის ვალდებულება როგორც ასეთი არ არსებობდა, რომ როდესაც
როდესაც თქვენ პოზიციონირებთ საერთო კანდიდატით, ერთიანი პოზიცია მაინც გქონდეთ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში არ შევდივართ საარჩევნო პროცესში, საარჩევნო კონტექსტში, ანუ იმ შემთხვევაში, სადაც ლელო ძლიერი საქართველო აყენებს საკუთარ კანდიდატს, იმ კონკრეტულ რაიონში თუ რეგიონში ჩვენ არ ვაყენებთ. შესაბამისად, კანდიდატების ჭრილში ეს კოორდინაცია არის ძალიან ძლიერი. რამდენად უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი ამომრჩევლის ნაწილმა მაინც უარი თქვას მისცეს ირაკლი კუპრაძეს ხმა მისი აი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამომრჩეველზე. ჩვენი მთავარი ამოცანა და ის რომ ჩვენ გავედით ამ არჩევნებზე არის ის რომ ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ქართული ოცნების ამომრჩეველი, ის ამომრჩეველი, რომელიც ქართულ ოცნებას დღესდღეობით ჰყავს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამები ორივეს ცალ-ცალკე, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიმართულებები, რომლებსაც ვფარავთ, მათ შორის ლელო ძლიერ საქართველოს აქვს საკუთარი წინასწარი პროგრამა, რომელსაც უწევს აგიტაციას ჩვენი გვაქვს. კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა შედგა საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კუპრაძის გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება კუპრაძის იყო თუ არა თქვენთან შეთანხმებული? არა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამის მოლოდინი ჩვენ არ გქონია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ურთიერთთანამშრომლობა არის მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში. გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებები, სხვადასხვა თემები, სადაც ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში. ეს არის საერთო კანდიდატი. ცხადია, რომ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში კანდიდატი, დიახ, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტით გათვალისწინებული იყო და ჩვენ გვიწერია სხვადასხვა საკითხები, რომელსაც აკმაყოფილებს ირაკლი კუპრაძე და არის მისაღები კანდიდატი ორივე გუნდისთვის და სასურველი კანდიდატი. შესაბამისად, ეს ნამდვილად არ აზიანებს ამ პროცესს. ეს ურთიერთთანამშრომლობა არის ძალიან ძლიერი. ეს ურთიერთთანამშრომლობა მიმართულია იმისკენ, რომ დავასუსტოთ ქართული ოცნების რეჟიმი დღესდღეობით. თუმცა, ნახეთ, აი აქვე ჩნდება ერთგვარი მოლოდინი, რომ ეს ხომ არ არის ერთგვარი პოლიტიკური ლავირება ამ შემთხვევაში, მათ შორის თქვენი მხრიდან, გახარიას გუნდის მხრიდან, იმის გათვალისწინებით, რომ თქვათ ერთგვარად ზომავთ თქვენს ადგილს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების ამომრჩეველთან და ცდილობთ ერთგვარად მათი ხმების წამოღებას არჩევნებზე. ჩვენ სრულად ვემიჯნებით ბოიკოტში მყოფი პარტიების დღის წესრიგს, ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ რომ დღესდღეობით ჩვენ ვიგებთ ბოიკოტში არსებული პარტიები, რა გეგმას თავაზობენ საკუთარ ამომრჩეველს, როგორ აპირებენ ოცნების დამარცხებას, ხოლო ჩვენ აქეთ საპირწონედ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე, როგორ უნდა შევასუსტოთ რეჟიმი და შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მყარად და თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს, ძალიან ჩვენ პირველები ვიყავით, როდესაც განვაცხადეთ, რომ დიახ, ჩვენ ვემზადებოდით არჩევნებისთვის და მთავარი არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებთან კონსულტაციით და მხოლოდ მათ შეუძლიათ იმოქმედონ ჩვენს გადაწყვეტილებაზე. თუმცა ცხადად შეიძლება ითქვას დღეს, რომ თქვენს პარტიას, თქვენსნივე კანდიდატთან კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში პოზიციების თანხვედრა არ გაქვთ. ეს ბუნებრივია, ეს არის ორი განსხვავებული პოლიტიკური ძალა, კოალიცია და ასევე პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული მისაღები იქნება ამომრჩევლისთვის, როდესაც ამბობთ, რომ თქვენს პარტიას თქვენივე კანდიდატთან გაქვთ პოზიციებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვა. ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ურთიერთთანამშრომლობა რა მიმართულებებს ეხებოდა. ურთიერთთანამშრომლობა არის ზუსტად ის, რაც ჩვენ შევძელით გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შეგვეცვალა არსებული ვითარება. ჩვენ გადავდეთ ყველაფერი გვერდით, გადავდეთ ის განსხვავებები, რომელიც არსებობს ჩვენს ორივე პოლიტიკურ ძალაში და შესაბამისად შევქმნით ეს ურთიერთთანამშრომლობა, კოორდინაცია, რომელიც მიმართული არის ოცნების დასუსტებისკენ, მიმართული არის იმისკენ, რომ ჩვენ კონკურენციაში არ შევიდეთ ერთმანეთთან. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის ზუსტად ის განსხვავებები. შესაბამისად, ჩვენ მყარები ვართ ჩვენს პოზიციაში, ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ მხოლოდ არჩევნებზე ვიქნებით და კიდევ ვიძახით იმას, რომ ჩვენ
ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს სჭირდება სიმშვიდე, ნამდვილი მშვიდობა და არა ისეთი მშვიდობა, რომელსაც თავაზობს ოცნების რეჟიმი დღესდღეობით ჩვენს გამომდინარე ჩნდება ეს შეკითხვები. ტატა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ქალაქს სჭირდება მშვიდობა, მეორე მხრივ თქვენივე კანდიდატი მიდის აქციაზე. რა თქმა უნდა, თუმცა აქ არის განსხვავებები, რომელიც ჩვენ გადავდეთ იმისთვის, რომ გამომდინარე ჩნდება ესეთი შეგრძნება, მათ შორის ამომრჩეველში დარწმუნებული ვარ თქვენივე ამომრჩეველში, რომ ერთის მხრივ თქვენ ლავირებთ პოლიტიკურად და ამბობთ, რომ აი არ მივდივართ ჩვენ აქციაზე და კატეგორიულად ვემიჯნებით იქ შეკრებილებს, მეორე მხრივ თქვენივე კანდიდატი მიდის იმ აქციაზე და ერთგვარად ჩვენგან მიჩვეული არის პრაგმატული პოლიტიკის კეთებას, ჩვენ არასოდეს არ მოგვიტყუებია ჩვენი ამორჩეველი და ეს ლავირება სწორედაც არ არის ჩვენზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან მყარად მივყვებით ჩვენს პოზიციებს და პირველები ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა ბოიკოტის მომხრე პარტიები ისტერიკებს აწყობდნენ, ასევე მოწოდებები იყო სხვადასხვა მიმართულებით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მყარად მივყვებით ჩვენს პოზიციებს, დიახ, ჩვენთვის დღესდღეობით ცვლილების ერთადერთი რეალური ფორმა გახლავთ მშვიდობიანი ფორმა და ეს არის არჩევნები. შესაბამისად, ჩვენზე არ მოქმედებს ეს მოწოდებები, ეს რიტორიკა თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ვიძახით, რომ დიახ, ჩვენ ვიქნებით არჩევნებზე და 4 ოქტომბერი ჩვენთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო დღე, რომელშიც ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს არჩევანს და ხმას მივცემთ ცვლილებას, რომელიც აუცილებლად დადგება ჩვენს ქვეყანაში. გასაგებია ირაკლი კუპრაძის გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრის აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მემიჯნებით, არ იზიარებთ ყოველ შემთხვევაში. ჩვენ პოლიტიკური გუნდი არ ვიქნებით ამ აქციაზე. გასაგებია, კარგით, კი ბატონო, საინტერესოა გაქვთ თუ არა პოზიციების თანხვედრა, მაგალითად თუნდაც იგივე ლელოს ვიცემერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის პოზიციასთან, რომელიც კუპრაძის მერობის პირობებში ასტრამეს ამბობს, რომ დედაქალაქის სამსახურების პარალიზებას და მუნიციპალური ხელისუფლების ქაოსის მოსაწყობად გამოყენებას პირდება ამომრჩეველს. დიახ, გაურკვეველია. კი ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ მით უმეტეს ჩვენი პოლიტიკური ზალის რიგებში და მე პირადად გახლავართ ყოფილი საჯარო მოხელე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა მდგომარეობაში ახლა ქვეყანა ოცნების პირობებში და ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და მათ შორის არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერია და მუნიციპალური სამსახურები ემსახურონ ხალხს, ემსახურონ ხალხის საჭიროებებს და რა თქმა უნდა გამართულად იმუშაონ, იმიტომ რომ დღეს ოცნების პირობებში არც ერთი უწყება, არც ერთი საჯარო უწყება არ ასრულებს საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციებს, ის არ ემსახურება არც ერთი უწყება ხალხს, მათ საჭიროებებს, ჩვენ უამრავი შემთხვევა შეგვიძლია ჩამოთვალოთ ისეთი, სადაც ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ შველას და მათთან არც ერთი მუნიციპალური სამსახური არ ჩნდება, მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყოველთვის იქ ვართ, სადაც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს და იქ, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, მაშინ, როდესაც ოცნება მათ მარტოებს ტოვებს. შესაბამისად, ეს არის რა თქმა უნდა ვიცემერობის კანდიდატი არის ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში ალეკო ელისაშვილის. თქვენ ხართ ვიცემერობის კანდიდატი. ამავდროულად ალეკო ელისაშვილი თუნდაც იგივე მუნიციპალური ტრანსპორტის გაფიცვას, ზოგადად გაფიცვას აანონსებს. აი ამ პირობებში მნიშვნელოვანი განსხვავებები ხომ არ არის თქვენ შორის? რა თქმა უნდა, განსხვავებები არის და მაშინ როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ ამომრჩეველს, რომ თხოვთ ხმის მიცემას ირაკლი კუპრაძისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებები. დღესდღეობით ჩვენ ვიმყოფებით ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის უმძიმესი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვახვედრებთ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა ვებრძოლოთ ოცნების რეჟიმს, როგორ უნდა ვებრძოლოთ იმ ყველაფერს, რასაც ოცნება ახვედრებს საკუთარ ხალხს, მაშინ, როდესაც პირდება მშვიდობას, გვამყოფებს აი ამ ტოტალურ ზალადობაში და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანი არის, უალტერნატივო ალეკო ელისაშვილის განცხადება ამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, არა, ის ალბათ ახსნის ამას შესაბამისად, თუმცა მე ვიტყვი ჩემს პოზიციას. მე დღეს არ მიკითხავს მისთვის, თუმცა მე ჩემს პოზიციას მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, მე ვაცნობიერებ იმას, რომ უმნიშვნელოვანესია სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესი არის მუნიციპალური სამსახურების გამართული მუშაობა და ის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლისგანაც არის გასული დღესდღეობით, იმიტომ რომ ოცნების რეჟიმისთვის მხოლოდ და მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, საკუთარი ძალაუფლება არ დაკარგოს და ხალხის
ხალხისგან მოპარული ფული გაინაწილოს და ამ ყველაფერს გვაყურებინებს დღესდღეობით. თუმცა, როდესაც კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გასვლაზე საუბრობთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა გულისხმობს თავისთავად მშვიდობიანი დამხობა. როდესაც თქვენი მერობის კანდიდატი მიდის მაშინ აქციაზე, სადაც აანონსებენ მშვიდობიან დამხობას, როგორ მოდის თანხმედრაში, ბევრი სხვაობა ხომ არ არის, განსხვავებულობა ხომ არ არის და ხომ არ გიჭირთ მაშინ პირდაპირ კითხავთ არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე თანამშრომლობა ლელოსთან. განსხვავებული მართებული გადაწყვეტილება იყო ამ ნამდვილად არ გვიჭირს, ჩვენ ორივე გუნდს გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა და ის ანგარიშვალდებულება, რომელიც ხალხის წინაშე გვაქვს აღებული. ჩვენ ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ შესულები და ის მდგომარეობა, რომელიც ოცნების პირობებში დადგა ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენ და მე პირადად ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. შესაბამისად, პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, მაგალითად, ანა წითლიძე ნაციონალური მოძრაობიდან ასტრამბის ამბობს, გახარია ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, ნაკლებად გვაინტერესებს ტემუდან გამოწერილი ჩინური კოდები გახარიას სახით, რა სიტყვიან 4 ოქტომბერს. ნამდვილად ღიმილის მომგვრელია და საერთოდ კომენტარსაც არ გავაკეთებ ამ პოლიტიკოსის აი ამ მოწოდებაზე და ამ ნათქვამზე, იმიტომ რომ ნამდვილად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არიან ისინი დღესდღეობით, ვინც აჯერებს ჩვენს მოსახლეობას, აი ამ ძალადობა გამოვლილ, გაუბედურებულ მოსახლეობას, რომელზეც ძალადობენ კიდევ და კიდევ ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები და აი ეს ოპოზიცია და ეს პოლიტიკოსები აჯერებენ, რომ რაღაც სახით მშვიდობიანად დაამხობენ დღესდღეობით ეგრეთ წოდებულ მთავრობას და ამას გვაყურებინებენ 13 წლის განმავლობაში. არავის არ ჯერა ამისი და ღიმილის მომგვრელია. შესაბამისად, თვითონ უნდა მოიკითხონ საკუთარ რიგებში ტემუდან გამოწერილები და ასე შემდეგ ადამიანები. ეს არის ძალიან ღიმილის მომგვრელი და არ მგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვენ უნდა ციტირებდეთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ძალიან საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ უნდა ციტირებდეთ. პოლიტიკოსი არის, რომელსაც ზუსტად ესეთივე უფლება აქვს განცხადებები გააკეთოს და ზუსტად ისე რომ მივაწოდოთ, თუმცა ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება არის მათი მხრიდან და მათ შორის იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც აჯერებს დღესდღეობით მოქალაქეებს, რომ რაღაც სახით რაღაც დამხობებს მოაწყობს და ამ ყველაფერს თანმშვიდობიან სარჩულს უკეთებს. ეს არის ჩემი აზრით ღიმილის და სწორედ აი ამ აქციაზე მიდის თქვენი მერობის კანდიდატი. ეს მისი არჩევანია, რა თქმა უნდა და მათი პოლიტიკური ძალის არჩევანია. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ ნაწილში უნდა გაიზიაროთ. ან მოგიწევთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა სწორედ ის განსხვავებები გადავდეთ, ის წინააღმდეგობები გადავდეთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ჩვენი მოსახლეობისთვის. იმიტომ რომ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ამ ბრძოლაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვარ შესულები. ტატა, რაც შეეხება პარტიიდან გახარია საქართველოსთვის წასულ პოლიტიკოსებს, მაგალითად ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ისინი მოკლევადიანი პროექტები იყვნენ. თუ შეგიძლიათ რომ აუხსნათ მაყურებელს, რას ნიშნავს აი ეს ტერმინი და ეს განცხადება მოკლევადიანი პროექტები და იმის რადგან აი ამ განცხადებამ ერთგვარად დატოვა სივრცე გარკვეული თქვათ ინტერპრეტაციებისთვის. ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ჩვენთან თანამშრომლობაში შემოსულები საარჩევნოდ. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს პოლიტიკოსები იყვნენ ჩვენი პოლიტიკური პროპორციული სიის წევრები, თუმცა ისინი არ იყვნენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, პარტიის წევრები არ ყოფილან. შესაბამისად, დასრულდა საპარლამენტო ეს პირველი 12 ადამიანის მანდატის მიმდინარეობა, როგორც კი დასრულდა მათთან თანამშრომლობაც. ანუ ამაში არაფერი ისეთი თავარი წყალგამყოფი თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა იყო, ეს იყო თქვათ თქვენი გუნდის ლელოსთან თანამშრომლობა, იყო იგივე თუნდაც 4 ოქტომბრის აქციაზე თქვენი არ მისვლა და კატეგორიული გადაწყვეტილება და პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ იყო მთავარი, ერთ-ერთი მთავარი თუ შეიძლება ასე ითქვას, გახარია საქართველოსთან წასვლა. რა თქმა უნდა, არც ერთი არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის იმით ძლიერი, რომ ჩვენთან არის ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი და ჩვენ პირიქით ძალიან დიდ პატივს ვცემთ
განსხვავებულ აზრს, მივესალმებით, იმიტომ რომ ყველა საკითხს ვუდგებით იქიდან გამომდინარე, რომ მთელი გუნდი ვსაუბრობთ ამაზე, გვაქვს დისკუსიები და დიახ ნებადართულია და დიახ მისასალმებელია ჩვენს რიგებში განსხვავებული აზრი. შესაბამისად, ის რომ ეს განსხვავებული აზრი მუდმივად მედიის საშუალებითაც გამოდიოდა, ეს ჩვენი არჩევანი არის და პირიქით ჩვენგან მისასალმებელია, თუმცა დასრულდა რაღაც პირველი 12 ადამიანის საპარლამენტო საკითხი, აი პროპორციული სიის პირველ 12-ში შედიოდნენ ეს ადამიანები, ისინი არ იყვნენ პარტიის წევრები, შესაბამისად მათ არჩიეს, რომ ყოფილიყვნენ სხვა ცალკე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ეგბავთ თუ არა პარლამენტში შესვლა? ჩვენ ვიყენებთ პოლიტიკურ ბოიკოტს დღესდღეობით, შესაბამისად. არჩევნების შემდეგ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი გუნდის მუშაობის პროცესი და თქვენ თუ დააკვირდებით, ჩვენ ვაკეთებთ პრაგმატულ პოლიტიკას, ჩვენ არ გვახასიათებს ემოციური გადაწყვეტილებები, არ გვახასიათებს წინასწარ რაღაც დაანონსებები სხვადასხვა საკითხების. ჩვენ მიუყვებით ჩვენ დღის წესრიგს და მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გვაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ და ანგარიშვალდებულება, რომელიც ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიბრძვით ოცნების რეჟიმთან დღესდღეობით და ვიყენებთ იმ ინსტრუმენტს, რომელიც ყველაზე ეფექტიანი. ამ ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითმმართველობის არჩევნების ინსტრუმენტი, რომელიც არის მშვიდობიანი ფორმით ცვლილების დაწყების საშუალება. შესაბამისად, ჩვენ თვლით, რომ აი ეს სიმშვიდე, მშვიდობიანი ფორმით ცვლილების დაწყება ეს ქვეყანაში არის ამავდროულად თანამშრომლობთ ლელოსთან, ყავთ საერთო კანდიდატი და გაქვთ სრულიად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში წინასაარჩევნო ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. ამ გადასახედიდან ხომ არ ნანობს თქვენი გუნდი იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქვია ლელოსთან თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, არ ნანობთ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს არის ანგარიშვალდებულება ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ეს არის გააზრებული პროცესი, როდესაც ჩვენ გააზრებული გვაქვს ზუსტად ის გეგმა, რა გეგმასაც მივუყვებით და ჩვენ მივუყვებით გეგმას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო გამარჯვებამდე და ოცნების რეჟიმის შესუსტდება იმის ხარჯზე, რომ შემცირდება მათი ამომრჩეველი და სულ უფრო მეტი ადამიანი დაინახავს იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებს ოცნება დღესდღეობით, იმას, რომ დღესდღეობით ნებადართულია კორუფცია და მწვანე აქვს ოცნების მაღალჩინოსნებისგან ანთებული, ის რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის ქაოსი, უმართავი ქაოსი და ის რომ ჩვენგან მოპარული ფულის განაწილების პროცესს გვაყურებინებენ დღესდღეობით, აი ამ შიდაკლანურ გადანაწილებებს გვაყურებინებენ და შესაბამისად არავინ არ ფიქრობს ჩვენი მოსახლეობის გამოწვევებს. ვიდრე დაგემშვიდობებით, ბოლოს უნდა გკითხოთ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა თქვენი გუნდისთვის, როდის ჩამოდის გიორგი გახარია საინტერესოა. გიორგი გახარია ჩამოვა მაშინ, როდესაც ის არჩევნების შემდეგ და ხომ არ დარჩებით საარჩევნოდ, ასე ვთქვათ, თქვენი პოლიტიკური ლიდერის ხმის გარეშე. ჩვენი პოლიტიკური ლიდერი დღესდღეობით საქართველოს პოლიტიკაში ჩართულია იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის სურვილი, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომ გიორგი გახარია დისტანცირდეს ქართული პოლიტიკისგან, მხოლოდ სურვილად რჩება. შესაბამისად, ის ძალიან აქტიურია დღესდღეობით და ის ჩამოვა მაშინ, როდესაც ამას გადაწყვეტს, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრ საკითხს აგვარებს და ძალიან ბევრ ამას აკეთებს, იქ სადაც არის და რა თქმა უნდა, ის ყოველთვის იქნება იქ, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს საკუთარ როლს ჩვენი ხალხის წინაშე. რაზე არის დამოკიდებული მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? მის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული, ის როგორც კი დაასრულებს საკუთარ საქმიანობას, როგორც კი მიხვდება, რომ ის მეტად ეფექტიანი იქნება საკუთარ ქვეყანაში, ვიდრე სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ის ჩამოვა ძალიან. ანუ ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პერიოდში გიორგი გახარია საქართველოში თქვენი გუნდისთვის ეფექტიანი ვერ იქნებოდა, ამას ამბობ? ის არის იქ, სადაც ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვს ჩვენი ხალხისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ხალხისთვის ახლა ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს. ქართული ოცნების მთავარი მიზანი დღესდღეობით არის ჩვენი ქვეყნის იზოლირება საერთაშორისო მიმართულებით, მაშინ, როდესაც რეგიონში სომხეთი და აზერბაიჯანი იყენებს უდიდეს შესაძლებლობებს სტაბილურობისთვის და გრძელვადიანი მშვიდობისთვის ჩვენ ამ დღის წესრიგებში არ ვართ. შესაბამისად, გიორგი გახარია აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ოცნება და არ აკეთებს დღესდღეობით, ვტოვებს ჩვენ რუსეთთან, ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ.
მადლობა გახარია საქართველოსთვის წევრი და ვიცე-მერობის კანდიდატი ტატა ხვედელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. შეწყვიტე ოცნება. აირჩიე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა. გააფერადე 25